ეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას შორის. ადამიანი, რომლის სახელსაც ეს უნივერსიტეტი ატარებს, იყო თავის დროზე 19 საუკუნეში ყველაზე დიდი გულშემატკივარი, თანამედროვე, იმ დროისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებისა საქართველოში. ილიას სიტყვებით ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაში არის ის, რომ თაობებმა მოახერხონ ფუტკრისგან ისწავლონ დროც შესაფერი შრომა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საომავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ამ ასოციაციასთან ერთად არაერთ საინტერესო წამოწყებას დაუდებს სათავეს. საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტთან ვიწყებთ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ აკადემიურ სივრცეში შემოვიტანთ დისკუსიას ხელოვნური ინტელექტის და სხვა სფეროებზე მისი გავლენის შესახებ და მგონია რომ ეს ბევრი სფეროსთვის დაწყებული სამართლიდან დამთავრებული მეცნიერებით ძალიან საინტერესო სივრცე გახდება იმისთვის რომ განვიხილოთ ხელოვნურ ინტელექტს რა ცვლილებების და რაც თავარია რა სარგებლის მოტანა შეუძლია თითოეული ამ დისციპლინისთვის. მნიშვნელოვანი არის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სხვადასხვა დისციპლინების კუთხით მოხდეს ცნობიერების ამაღლება და შეიქმნას სადისკუსიო პლატფორმა. სწორედ ამ ყველაფრის ხელშესაწყობად და სხვა ძალიან საინტერესო აქტივობებისა და პროექტების განსახორციელებლად დღეს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რაც დაუდებს საფუძველს ძალიან ბევრ საინტერესო შეხვედრასა და ღონისძიებას.